მეექვსე საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლე. ჩემი თემაა სამკუთხედი, მისი ელემენტები და მათი თვისებები. სამკუთხედი ეწოდება ფიგურას, რომელიც შედგება ერთ სფეროზე არამდებარი სამი წერტილის შეერთებით მიღებული ტექილისაგან და ამ ტექილით შემოსაზღვრული სიბრტყის ნაწილისაგან. ამ წერტილებს სამკუთხედის წვეროები ეწოდებათ, ხოლო მონაკვეთებს სამკუთხედის გვერდები. ყოველ სამკუთხედს აქვს წვეროებით და გვერდებით შედგენილი სამი შიგა კუთხე და სამი გვერდი. სამკუთხედი კუთხეების მიხედვით შეიძლება იყოს მახვილკუთხა, როდესაც სამივე კუთხე მახვილია, მართკუთხა, როდესაც ერთი კუთხე მართია და ორი კი მახვილია და ბლაკკუთხა, როდესაც ერთი კუთხე ბლაკვია, ორი კი მახვილია. გვერდების მიხედვით სამკუთხედი შეიძლება იყოს ტოლფერდა, როდესაც ორი გვერდი ტოლი აქვს და მათ ფერდები ეწოდება. ტოლგვერდა, როდესაც სამივე გვერდით და სამივე კუთხეც ტოლი აქვს. და სხვადასხვა გვერდა, როდესაც სამივე გვერდით და სამივე კუთხეც განსხვავებულია. სამკუთხედის კუთხეებს ახასიათებს ასეთი თვისება, რომ ყოველი სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. მე მინდა დავამტკიცო, რომ სამკუთხედის შიგა კუთხეების ჯამი 180 გრადუსია. ამისათვის ვიღებ ასეთ სამკუთხედს. ახლა მე ჩამოვაწვი აი ამ ორ კუთხეს. ამ დამრჩა ეს ერთი კუთხე. ამ ერთდარჩენილ კუთხეს დავამატებ. აი ეს. ხოლო ამ ჩამოჭრილ კუთხეებს ვიმაგრებაც. მიიღება გაშლილი კუთხე, რომლის ზომა 180 გრადუსია. ესე იგი მე დავამტკიცე, რომ სამკუთხედის შიგა კუთხეების ზომა 180 გრადუსია. სამკუთხედის გვერდები შედგება სამი მონაკვეთისაგან, რომლებიც აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდნენ შენեք თანაფარდულებს. სამი მონაკვეთიდან ნებისმიერი ერთი მონაკვეთის სიგრძე ნაკლები უნდა იყოს დანარჩენი ორი მონაკვეთის სიგრძეთა ჯამზე. თუ ნებისმიერი ერთი მონაკვეთის სიგრძე მეტია დანარჩენი ორი მონაკვეთის სიგრძეთა ჯამზე. ამ შემთხვევაში სამკუთხედი ვერ შედგება. აგრეთვე სამკუთხედი ვერ შედგება მაშინ, როდესაც ნებისმიერი ერთი მონაკვეთის სიგრძე ტოლია დანარჩენი ორი მონაკვეთის სიგრძეთა ჯამზე. ამრიგად სამკუთხედი აიგება მაშინ, როდესაც სამი მონაკვეთიდან ნებისმიერი ერთი მონაკვეთის სიგრძე ნაკლებია დანარჩენი ორი მონაკვეთის სიგრძეთა ჯამის.